აი მეგობრებო, ესენი არიან ის შავკანიანები, რომლებიც ევროპაში გადაპარვას, ინგლისში გადაპარვას ცდილობენ ხოლმე, ეს დაბუδιალობენ ხოლმე ქუჩაში მოკლედ რა. და ღამე არის ძალიან საფრთხილო, იმიტომ რომ ეხა გემი არის აქვე. და როგორც გეუბნებით 100 კილომეტრის რადიუსში საფრთხილოა და 150 კილომეტრის რადიუსში თუ ტენტი არ გაჭრან და არ შეძრენ, ან ციხისებიდან არ ჩაძრენ. ან აქვე რომ მოდიხართ უკვე 10-20 კილომეტრი გაგემთან დარჩენილი, ღამე არის ძალიან საფრთხილო, ეს ქუჩა არ არის ხოლმე განათებული და შავები არიან, შავი ზმანიაცვიათ, არაფერი არ ჩანს და ხანდახან ხო არის ხოლმე რომ მანქანა ესე ზოლიდან თქვა ესე გადაგივათ ან რაღაცა მომენტები ხო არის და ამ დროს შეიძლება მიმბოდიალობდეს სააქტო და აი მაგიტომ ეს ზონა განსაკუთრებით მაგიტო არის საფრთხილო. ეხა კონკრეტულად საფრანგეთში ვარ, მაგრამ ნუ სხვაგანაც ასეა ხოლმე რა, ბევრგან სადაც ეგენი არიან. This isn't Calais, where tensions with migrants are well established. Ouistreham is a sleepy fishing port 4 hours to the west. This isn't a one-off. Every morning they wait for the trucks to arrive. And seconds later, even before we were back in the car, they were past us and onto the truck. The police are there. The police do what they can with the resources they have. So even right in front of the police there, they're trying to get on. In all, we counted 18 young men get on. But 4, maybe 5, it was hard to see, made it to the port entrance. There, where every truck is checked, 4 were discovered. We can't be sure, but it's possible one remained inside. How old are you? I am? Yeah. I am 16. You're 16, and you? 17 years old. 17, and you? 16. 16? 14. 14. Yeah. Okay, and you're all from Sudan? Yeah. Yes. All Sudan. And why England? England is good. Good. How do you know England's good? My family here, my brother, big in England. Your brother is in England? Yeah. And how did he get to England? On the trucks? Yeah, here. Here? Yeah. He was here? Yeah, in here I'm going England. And he told you to come here? Yeah. Yeah. We watch another trucks dash to the port. ესენი მეგობრებო საშიშები და რამე კი არ არიან, უბრალოდ ინგლისში უნდათ გადასვლა რა ხო ხდები და მაინც თქვენი შარია, იმიტომ რომ მე ხა პარკინგებისა და საფასიან პარკინგებზე რო ჩერდებოდი ხოლმე ადრე, მოსახოვში რო შედიხარ, მოსახოვში ხოდნელა უნდა შეხვიდე. იქ ზიან ხოლმე ბუჩქებში მოკლედ რა. ესე ჯგროვებათ რავი 7 კაცი რო აკასთან როზიან უკვე იცი რომ არ უნდა გაჩერდე. თუ რა შეახტებიან მანქანას, ნახატ მანქანას გამოიქანებიან, შეახტებიან მე რომ მოსახოვში შევდიოდი და მისაბმელი და მანქანა პრინციპი რომ გაიშალა ერთმანეთს რომ მოშორდა, დავინახე რომ წკაფ შეხტა ერთი. მაგრამ პოლიციაც იქ დგას წრეებთან და რაღაც ანუ ასეთ ზონებში დგანან ხოლმე აკონტროლებენ, მაგრამ ვერ იჭერენ, იმიტომ რომ პასპორტი ამათ არ აქვს არაფერი და კანონით ვერაფერს რო შვებიან და მაქსიმუმ დაიჭერონ გამოვაგდონ. ხანდახან შეიძლება ზევით აძვრნენ, ანუ ამნაირ ადგილებში მე არ ვჩერდები ხოლმე, ჩემი აქეთ რომ მოვდივარ, მაქსიმუმ გაჩერება არის ჰოლანდიაში. всё ჰოლანდიიდან რო ვიზრებ, მე ბოლომდე მოვდივარ აგერ, არ ვჩერდები ხოლმე, ასეთ ხანდახან შეიძლება ზაბროკაზე შევიდე, მაგრამ ზაბროკაზეც ცოტა ისია ვაკონტროლებ ესე რო ვთქვა. რატო აი ხა ეს საჭირო რომ თქვენ სამსახურში ვინც ინგლისზე გადახვალ და ვიზას გააკეთებთ მე. იქ არის აპლიკაცია გაქვს და აპლიკაციაში შევსებთ რაღაცებს და მე ფურცელი მაქვს უბრალოდ. სად ვიყავი, როდის გავჩერდი, სად დავიცალე, სად დავიტურთე, ზაბროკასად გავაკეთე და ფურცელში ვწერე მე თქვენ აპლიკაცია გექნებათ ინგლისში გადასვლისით უნდა შეავსოთ რომ რამე რო იყოს და ეს ვიღაცა რო შეხტეს მანქანაში და თქვენ ვერ გაიგოთ ხო? თქვენ რო პასუხისმგებლობა მოგეხსნათ მოკლედ. ეგეთი რამე არის ინგლისში თქვენთან. ჩემთან ის არის აგერ ფურცელია და ჩემთან თქვენთან უფრო დაცულად არის საქმე. ანუ სხვები არიან მეგობრებო ჩალიჩობენ რომ ინგლისში მაგათ და სხვა გადაყვანაზეც ჩალიჩობენ. ანუ გამიგია რომ უბრალოდ დაუჭერია ტიპები და ეხლა მე ბაჟებ როგორ გაარჩიოს თქვენ ნამდვილად შემთხვევით შეძვრა თუ არ შეძვრა. ხო ამიტომ რაღაცა ასეთი მარეგულირებელი რაღაცა მოიგონეს მოკლედ. დასარგებლად ეს რაღაცა მოიგონეს რამდენად მუშაობს ეხლა მე მაგი არ ვიცი დიდად არ ამგონია მანი მუშაობს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი რაღაც გასაფილტრო საშუალება ესეთ რაღაცა დააყენეს. ჩემ მეგობარს მაგალითად საფრანგეთში უპოვეს 2-3 კაცი თან კაი iPhone 15 და 16 მქონდა თუ ამზობს რა. უპოვეს მოკლედ. ოღონდ რა უქნიათ იცი ტროსი ხო გაყრილი ქონდა. ჩემ მეგობარმა მაინც შევამოწევეს ტროსიო რამე სამე გაჭრილია რამე ხო არ არის და ისა ტროსი ყველაფერი პლომბა რამე გახსნილი ხო არ არის და თურმე ეს ტროსი გაუჭრიათ გვერდზე, გამოუზრიათ. 1-2-3 კაცი შემძროლა, მე სხვებმა დაუკეთეს უკვე და ეს ტროსი ისევ გაუყარეს. და უკან პლომბი კი იყო, მაგრამ ტროსი გვერდზე გაჭრილი იყო სამდრეში.
და ეგ უპოვეს იმაზე საყვარზე გააჩერეს და ნუ საფრანგეთის მხარემ რახან გააჩერა არაფერი და ინგლისის მხარეს რომ გააჩეროს უკან ზღოლსაც პრობლემები აქვს და კომპანიასაც და ნუ პრობლემები რა ნუ გაგაჩერებენ დაკითხავენ გაწვალებენ შეიძლება ჯარიმას გადაახსენონ გააჩნიან თუ რაღაცაში ეხა ის აპლიკაცია არ გაქვს შევსებული რაღაცა დილი ჩაქუჩებზე არის და კი მანქანა დათვალიერებული არ ყავს სადღაც ახლოს გაჩერდი წესით აი აქ გემთან ახლოს 1-50 კილომეტრი არც უნდა გაჩერდეს მანქანა საერთოდ უნდა გაჩერდეს რაც არ უნდა იყოს უნდა თუ ინგლისში გადადიხართ რა და ეხა არც აპლიკაცია გაქვს შევსებული არც ფურცელი გაქვს შევსებული არც ის გახსოვთ სად გაჩერდით თქვა არც ჩაქუჩებზე იდექით დილით ეხა ეგეთ ზღობს და თან 3-4 კაცი რო ყავს პასაჟირი რომელიც არ უნდა ყავდეს ეხა ეგეთ კაცს ალბათ დააჯარიმებენ ვერ გეტყვით ეხა მან ჩემიანს არავის გქონია სიტუაცია მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც გქონია დიდი არაფერი არ უნდა იყოს წესი და მაქსიმუმ რაღაცა კომპანიამ გადაიხადოს ჯარიმა თუ რამე მოხდა ინგლისის მხარეს ოღონდ საფრანგეთის მხარეს თუ გიპოვიან მაშინ იმას გიზავენ რა ქვია ჩამოსვავენ და გამოაბუნძულებენ უკან იმას ვერაფერს არ უშვებიან ხოლმე ვერ იჭერენ ვერაფერი და ხო და როგორც ესეთ მეგობრებს საშიშები და რამე ეგენი არ არიან უბრალოდ გადასვლა უნდა გადასვლას ცდილობს რა ეს გადასვლას ცდილობენ რა შეიძლება ზევიდანაც ჩაძვნენ ღამე ვერ გაიგოს შეიძლება პალეტინსაც შევიდნენ და იმალო თქვენ მანქანებს ხა პალეტინსები არ აქვს მაგრამ მაინც არა ვერ გაიგებთ რა მოკლედ ხა მანქანაში არავინ არ ამოდა მანქანის გას არ გააღებენ ეგეთი ნაგლები არ არიან მაგრამ ნუ შიგნით შესვლაზე კამიკაძეები არიან მოკლედ ნახავთ მანქანა შეუძლია შეახტა და პაკაშკაში შეიძლება მოყოს ვიღაცა ვერ გაიგებს აი კამიკაძეები არიან ჩვეულებრივი ხო და მოკლედ ეგეთი სიტუაცია ინგლისზე თქვენ ხა ინგლისად მოგონებ დაახლოებით ნახევარი წელი მაინც არავინ ვიზას არ მოგცემთ რომ თხოვოთ და მე რო თხოვთ კიდე მაგვიზა როდის რომ ჩათვალეთ ერთ წელი თქვენ ინგლისის ვიზას ვერ აიღებთ თუ რამე და ნუ სამომავლოდ მაინც რო იცოდეთ ესეთი ინფორმაცია არის კი მაინც გასათვალისწინებელი კარგი ცულა გიყო მოგეთ ამოკლე ვიდეოში აბა თქვენც